გამარჯობათ, ეს არის ჩემი საავტორო გადაცემა გზა და ჭეშმარიტება. დღეს ჩემი გადაცემის სტუმარია პოეტი ირაკლი ბერეშვილი. მოგესალმებით ბატონო ირაკლი. გამარჯობა ბატონო დემეტრე, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მსმენელს. ძალიან მიხარია რომ დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი ხარ. მე და ირაკლი ძალიან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. ჩვენ დაახლოებით იქნება ერთი 10 წელი, ალბათ რა ყველაზე მეტი. თუ არ ვწდები რომ აი ჩვენ ერთად ვარ და პოეზია დაგვაახლოვა. წერდით ლექსებს, ერთად პოეზიის საღამოებს ვატარებდით და ძალიან ლამაზი და ბედნიერი წარსული გვაქვს. კი, ნამდვილად. აქედან მინდა მე მივესალმო ჩემს მეგობრებს, ზავახვიჩიას, ალექსანდრე ხუხვას და ყველა იმ ძვირფას ადამიანს, ვინც ჩვენთან ერთად იყოფდა აი სცენას და ერთად ვცდილობდით ჩვენი პოეზია გაგვიზიარებინა საზოგადოებისთვის. აი ირაკლი, მე მინდა პირველ რიგში დავიწყოთ, აი საიდან გააჩნდა იდეა იმისა, რომ ლექსების წერა დაგეწყო, როგორ მოხდა ეს პირველი გადადგმული ნაბიჯის შესახებ მინდა მომიყვე. პირველი ნაბიჯი და ზოგადად ინტენსიური წევა და აქტიური წერა დავიწყე ისიც კი მახსოვს 2015-ში, აი ჩემი დაბადების დღეზე რაღაცნაირად იმდენად ემოციურად დამოხტული ვიყავი, რომ არ შემეძლო ეს ემოცია ჩემში შემენახა და ცადე იყო ბევრი შეცდომები, იყო ბევრი არასწორი ნაბიჯები, მაგრამ ეს ყველაფერი იმის საწინდარი გახდა, რომ ნელ-ნელა დაიხვეწა მე ჩემი შემოქმედება და დღემდე რაც გავაკეთე, ის არის ყველა იმ ადამიანების დამსახურება, შენი, საბასი, ალიკასი, თქვენ მაძლევდით ისეთ რჩევებს, რომელმაც მე გამზარდა შემოქმედებითად და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ძალიან კარგი დრო იყო მაშინ, აი რაღაცნაირად სხვანაირი სიყვარული იყო და სულ რაღაცნაირი ცოცხალი დამოკიდებულება ჰქონდა ჩვენს მსმენელებთან და სულ ინტერესდებოდნენ, როგორ მახსოვს, რომ აი შემოძვირფასება, აი სულ რაღაცნაირი ჭიდრო კავშირი ჰქონდა ჩვენ ერთმანეთთან, რა თქმა უნდა და ამის გარდა კიდე ცალკე მსმენელთან და ეს ძალიან სასიხარულო იყო. აი მინდა შენი ოჯახური მდგომარეობის შესახებ მომიყვე. ხოიცი, ზოგჯერ ხდება ყველაზე დიდი მაინც ოჯახი არის მხარდაჭერი ადამიანი. კი. მეგობრები არსებობენ ძვირფასი ადამიანები, მაგრამ ოჯახის გარეშე ყველაფერი მეორე ხარისხოვანია რა. კი. ყავს ცოლი და სამი შვილი, რომლებიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს და როგორც ადრე გითხარით, ეხაც ჩემი მეუღლე არის ჩემთვის მისაბაძი ადამიანი, რომელიც სულ მაძლევს მოტივაციას, სულ მეუბნება რომ არ უნდა დაუნებდე, მეუბნება რომ ცხოვრება ღირს იმისთვის, რაც გაინტერესებს და რაც გინდა და არ უნდა მისცე იმის საშუალება შენ სიზარმაცეს, რომ ის შენი ნიჭიერი მხარე რომ დაფაროს და შენი ნიჭი უნდა გამოავლინო. აი ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ჩემს მეორე ნახევარს, ადამიანს, რომელიც რავი, ცხოვრებისკენ მომაბრუნა და სიყვარული მასწავლა და ეგა ყველაზე მთავარი სიყვარულის სწავლა ძალიან ბევრს ნიშნავს. როგორი უნდა იყოს ადამიანი. კი ბატონო, აი ძალიან კარგი პასუხი გამცა ოჯახზე რაც შეიძლება მე მომესმინა ჩემი რესპონდენტისგან. გარდა ამისა კიდე იცი რა მაინტერესებს, აი დღეს რა საქმიანო, აი პოეზიის მხრივ რა მდგომარეობა გაქვს, ატარებ თუ არა პოეზიის საღამოებს და ჩვენ მსმენელს და მაყურებელს აინტერესებს, აი შენთვის ყველაზე გამორჩეული ლექსი რომელი იყო და ეხლა რომელი არის. ხო იცი, ყოველთვის პოეტს ახასიათებს ასეთი რაღაც შემოძვირფასება, რომ მაინც რა დავესესხები და ისა რომ პოეტი მაინც ერთი ლექსი არის. პოეტი მაინც ერთი ლექსია, გენიალური. შეიძლება ბევრი რაღაცა ქონდეს დაწერილი და ბევრი რაღაცა მოსწონდეს შემოქმედება შენს, მაგრამ ყოველთვის გამოირჩევა ერთი ლექსი, რომელიც ძალიან ძვირფასია ყველასთვის. და იმ ლექსით გიცნობს და 1000 ჯერაც რო წავუკითხო მსმენელს, 1000 მეართედაც მოგთხოვს. კი ბატონო, არის ასეთი შემთხვევები, არის ასეთი ლექსიც. უბრალოდ ეხლა არ მახსენდება, რომ ლექსი ზოგადად როიწერება, ეს გიყვარდება როგორც ადამიანი, როგორც პიროვნება, როგორც სულიერს ისე იყვარება, იღება ამას და ძნელია გამოარჩიო რომელიმე კონკრეტული შვილს ვერ გამოარჩევს. ხო, მშობელი. ნახე როგორი შედარება, შვილს ატარებს ლექსს, ხო? მეც ისე ვარ, რომ ვერ გამოვარჩევ ერთმანეთისგან. კი, არის ხარისხიანი, არის მაღალი ღირებულებებით, არის საშუალო ღირებულებებით, მაგრამ ის მაინც ჩემია და ვერ გავყოფ და ვერ გამყოფ ერთმანეთისგან იმ ლექსებს. ანუ იცი, მე მინდა რომ ასეთ რაღაცა ვთქვა, რომ ახან ეს თქვა ეს სიტყვები ირაკლი, ჩემთვის ახლა სახასიათო არის ეს, იმიტომ რომ რაც არ უნდა ლექსი ისეთი გამართული არ იყოს,
იმ დროს ის შენს ემოციებს გადმოცემდა და აი იმ განცდა, რაც ყველაზე ძვირფასი არის ჩვენთვის, ჩვენი სული ზახილი იყო იმ დროისთვის, შემოქმედისთვის განსაკუთრებულად ასე არის. ეს სული ზახილი არის და მიუხედავად ლიტერატურული გამართულობისა, მაინც ლექსი შემოქმედისთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია და ამ ხრივ კი ბატონო, ზოგადად ახლა ჩვენი სადაც ეს ჩვენი ვიდეო გადაცემები იდება, არის სტუდია მწამსიქვია, ჩემი და ჩემი მეგობრის დაარსებულია, როგორც იცი და აი სულ ყოველთვის მინდა რომ საუბარი მაინც მიუხედავად ადამიანის სტატუსისა და მისი აი შემოქმედებისა ყოველთვის ვისაუბრო სარწმუნოებას. აი შენთვის რა არის ყველაზე მეტად სარწმუნოება, ეს მაინტერესებს. ჩემთვის სარწმუნოება არის ის თემა, რომელზეც შემიძლია დაუღალავად ვისაუბრო, იმიტომ რომ სასწაული, რომელიც ხდება ყოველდღიურად რასაც ვხედავთ, შეუძლებელია რომ რწმენისკენ არ მოგაბრუნოს, შეუძლებელია რომ უფლის რწმენა არ გაგიჩინოს იმ ყოველდღიურობამ, თუნდაც იმ შემთხვევამ, რაც კარგი ხდება, შემთხვევამ, რომელიც ცუდი ხდება, ხო ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ ჩვენ უფრო გავძლიერდეთ, ჩვენ რწმენა ჩვენში უფრო გავიძლიეროთ და რა ვიცი, როგორ შეიძლება ადამიანს უფლის რწმენა არ ქონდეს და ისე იცხოვროს ამ ქვეყნად. შეუძლებელია ჩემთვის, პირადად აი შემოქმედებს ახასიათებს ხოლმე რაც უფრო ღვთისგან საწინააღმდეგო აი აზრებს დაწერენ თუნდაც აი ბით უფრო მაგრები გონია საკუთარი თავი და მაგალითად ჩემთვის არ არსებობს ესეთი რაღაცა რაც არ უნდა მაგარი იყოს შემოქმედებითად ადამიანი თუ შენ იქ არ დევს შენ შემოქმედებაში ის უფლისადმი სიყვარული ადამიანებისადმი სიყვარული თუნდაც იმ სამყაროსადმი სიყვარული მე ვფიქრობ რომ შენი შემოქმედება არ არის ისეთი ძვირფასი როგორიც შენ გონია იმიტომ რომ უფალთან უნდა გქონდეს ძალიან დიდი კავშირი და საერთოდ არ გჭირდება ისეთი რაღაცეების მაგალითად მთა რო გადაადგილდეს უფლის შესაძლებლობა ეს არ გჭირდება იმიტომ რომ ჩვენ ყოველ დილას რო ვიღვიძებ და უფალი რო გაძლევს კიდევ ერთ დღეს იმისათვის რომ შენ საყვარელ ადამიანებს ჩაეხუტო შენს მეუღლის ჩაეხუტო შენ შვილებს მოეფერო და კიდევ ერთხელ უთხრა რამდენად ძვირფასია ის შენთვის და როგორ ძალიან გიყვარს ამაზე დიდი სასწაული კი ბატონო ყოველი გათენებული და ეს ხო სასწაულია და ზოგადად საინტერესო კითხვა იყო რაც უნდა მისვი მე მგონია რომ ყველა ადამიანი ინდივიდი არის და მათ შეხედულებებს და მათ იმას არ ვაკრიტიკებ, მე არავის შემოქმედებას არ ვაკრიტიკებ, მაგრამ ზოგადად მე მგონია რომ უფლის წყალობით ვაკეთებთ იმ ყველაფერს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. კი ბატონო. არა აქვს მნიშვნელობა პოეტი იქნები, მუსიკოსი იქნები, მხატვარი იქნები, ეს არის უფლისგან ბოძებული ყველაზე დიდი ნიჭი ადამიანმა და როგორ შეიძლება რომ ეს არ დააფასო. აი მახსენდება ის ტალანტის თუ შენ ღმერთი გაძლევს ამ ტალანტს, შენ კი არ უნდა დამარხო ის ტალანტი მიწაში, არა პირიქით უნდა გამრავლო და უნდა შეძლო რომ სხვა ადამიანებში შეძლო ეს სურვილი გააღვიო. კი ბატონო. ამიტომ რა ვიცი, რწმენის გარეშე მაინც ყველაფერი უაზრობა არის და მეორე ხარისხოვანი მგონია რწმენა, სადაც საქმეში სადაც რწმენა არ არის და რწმენის ნატამალი არ ურევია ის საქმე საქმე დაიხლება ჩემთვის. აი ეს სწორი დამოკიდებულება და სწორი შეხედულება არის ამ საკითხთან დაკავშირებით. აი ეკლესიასთან სიარულის მხრივ როგორ ხარ ეს მაინტერესებს. აი ახერხებდა კი ხშირად დავდივარ სხვათა შორის ვერ გეტყვი რომ ყოველდღე, მაგრამ ყოველ კვირას ვცდილობ რომ ყველა საქმე გვერდით გადავდო და შევიდე ეკლესიაში დავანდო სამთლები ვილოცო ჩემი საყვარელი ადამიანებისთვის, ვადიდო უფალი და ამით უშველო საკუთარ სულს, სოდვილ სულს. ეს არის ყველაზე მთავარი. აი, წარმოიდგინე ღმერთი გაძლევს შენ სიცოცხლის უფლებას და შენ რომ ერთი დღე მაინც არ მიუძღვნა უფალს, თუნდაც ერთი 10 წუთით რო არ მიხვიდე ტაძარში და ღმერთს მადლობა რომ არ გადაუხადო. როგორი მე ვფიქრობ რომ უსამართლობა და უნამუსობა არის ადამიანის რაღაცნაირად ადამიანების, ვინც ამბობს რომ დრო არ მქონდა და მაგიტომ ვერ მივედი ეკლესიაში, მაგიტომ ვერ ვილოცე. კარგი, თუ არ ხარ ახლოს ეკლესიასთან, არა აქვს იმას დიდი მნიშვნელობა ეკლესიაში მისვლას ახერხებ თუ არა თუნდაც სადაც ხარ იმ ადგილას დადიქი და ილოცე უფლისადმი და ილოცე იმ ადამიანებისთვის ვინც გიყვარს და ეს არის უბრალოდ გასამართლებელი მიზეზი რომ დრო არ მქონდა და რაღაც უნდა მიხვიდე და უნდა ილოცო კი აუცილებელია უფალი სიყვარული არის რაც ყველაზე მთავარია და შენ როგორ გესმის სიყვარულის ახსნა შენთვის უფალი სიყვარულია ჩემი და შენი ღმერთი კი ბატონო აი ყველაზე კარგი ახსნა გეჩემი სიყვარული ახსნა სიყვარული ზოგადად მგონია რომ
ამოუხსნელი გამარი, იმიტომ რომ სიყვარულის სრულად აზრი რო გადმოაქვს ადამიანმა, მაშინ ჩათვალე რომ ის შენ არ გიყვარს უბრალოდ ზედაპირული გრძნობები გაქვს და ფუჭი იქნება ყველა ის სიტყვა, რასაც ვთქვი, სიყვარული მოითხოვს თავგანწირვას. კაცობრიობის, დღევანდელ კაცობრიობას ალბათ მხოლოდ რამოდენიმე ძალიან ცოტა პროცენტს თუ ესმის, თუ არ არის ნამდვილი სიყვარული. Ზანდოხარო. უბრალოდ ადამიანებს გონიათ რომ ერთმანეთი უყვართ, ეჩვევიან ერთმანეთს, თავს კომფორტულად გრძნობენ ერთმანეთთან, თორემ ეს რეალურად სიყვარული არ არის. თუ გიყვარს ადამიანს გათხოვაც უნდა შეგეძლოს. ეს არის ჩემთვის სიყვარული. კი ბატონო. მე ვფიქრობ რომ რაღაც სიყვარული მაინც ჩემთვის აი არის საკუთარი უარყოფა და მოყვასის ინტერესების წინ დაყენება უფრო არის სიყვარული მე ვფიქრობ ასე. არა მე მჭირდები, არამედ შენ გჭირდები და მე შენთვის ვარ. ეს უფრო არის. კი ბატონო, ეს უფრო არის სიყვარული და აი ძალიან საინტერესო საუბარი შედგა ჩვენ შორის და აი ბოლოსკენ მინდა რომ ისე ვერ წახვალ ჩემი გადაცემიდან რომ ერთი ლექსი არ წაგვიკითხა და შენი შემოქმედებიდან ერთი შენთვის საყვარელი ლექსი გაგვიზიარე. მადლობა მისთვის. კი ბატონო, ეხლა წაგიკითხოთ. ანუ როგორც ჩემი ლექსების უმეტესობა სათაური არც ერთ არ აქვს. კი ბატონო, უსათაურო, უსახელო, უსაშველო. კი ბატონო. შენ სულში ალბათ საკმარისად დიდი თოვლია, რომ ეყოს გუნდას, ხო და მესროლი. ოღონდ იმხელა რომ მააფსოს მკერჩი ნახრეთი, მხოლოდ იმხელა რომ დაემთხეს ჩემს გულის ზომას, ხო და მესროლი. მხოლოდ ასე თუ გადავრჩებით, რადგან ამ ზამთარს ერთი გუნდა გულ ჩაანაცვლებს. წვეთიც მეყოფა შენი ცრემლი და გადავრჩები, ნუ მეტყვი უარს. ნუ გამასვენებ ამ ზამთარში ერთი გუნდისთვის, წვეთის ცრემლისთვის ნუ გამასვენებ. შენ სულში ახლაც ისე ბარდნის ბრმაც კი შეამჩნევს, შენს თვალებში კი საკმარისი წვეთი ცრემლია. ვერ ავაყავე ჩემ ზარღვებში გასაფხულისთვის ვერც საფხული და შემოდგომა იქცნენ დონორად. ნუ მეტყვი უარს, გადამარჩინე. გადაგარჩენ. კაი, კარგა. შემოგევლი, შემოძვირფასებო ეს იყო ჩემი გადაცემა. გზა და ჭეშმარიტება დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი იყო პოეტი ირაკლი პერეშვილი. ძალიან მიყვარხართ და მიხარია რომ ჩვენს გვერდით ხარ და მე მინდა რომ გთხოვოთ არ დაგავიწყდეთ ჩვენი გვერდის YouTube და Facebook გვერდების გამოწერა სტუდიამ წამსე შეგვიძლია საძიებელში ჩაწერა და ამაგიგდებს როგორც YouTube-ზე ისე Facebook-ზე. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა კიდევ ერთი ლამაზი. გაიხარეთ შემოგევლეგულში და მინდა რომ დაემშვიდობეთ ჩემს მაყურებელს, ჩვენი გვერდის მაყურებელს და ჩვენი სტუდიის მაყურებელს. დაგემშვიდობები სულ ყველას დიდი სიყვარულითა და პატივისცემით. თქვენი მონა მორჩილი ირაკლი ბერიშვილი. კარგად ბრძანდებოდეთ.